Sawadit! Hello, მეგობრებო, როგორ ხართ? ჩემ ჩაფხუტს ხედავთ? ახლა რა ჩაფხუტი დავითრიე. რა თქმა უნდა, ფრატელოში ახალი სკორპიონი EXO 1 GP მოდელი დიდი სპოილერით. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი ჩაფხუტია. დამიწერეთ კომენტარებში თუ მოგწონთ. რომელი ჯობია? R1 თუ Zanderi? ეს ჯობია თუ ეს? ესე იგი დღეს გვაგეგმა მივდივართ ფშავში. პარასკევია დღეს, წითელი პარასკევი. ქალაქი არის აი დაცარიელებული, რასაც ქვია. ერთ-ერთი მე მგონი გასასვლელში იქნება ცოტა საცობი. და როგორც იმ დღეს კატლეტი მოგვინდა და გორში წავედით, მიზეზი რო გქონდა, ზუსტად იგივენაირად გვაქვს ახლაც მიზეზი და ხინკალი არის ფშავში. მიგასწავლეთ ერთ კარგ ადგილს. დღეს ჯერჯერობით და მე მგონი არც არავინ შემოგვემატება, ვართ 4 რაიდერი, რა თქმა უნდა ჯიქსერი ლურჯი, შავი ჯიქსერი და KTM 690. კი ვართ, მაგრამ სად არიან? ესე იგი, როგორი ამინდებია, რომ კვირაში ერთი დღე არის კაი ამინდი და იმ დღესაც მართლა არ ვტოვებთ ხოლმე რა. წინ საცობი გვაქვს. რასაც ველოდებოდით, მაგრამ რა გვაქვს საწუწუნო ბაიკებით ვართ, გაუძვრებით უცებ. ხადაო, მაგარი საცობი არის. ჩვენ ახლა დავიჯერო ნატახტრის გადასახვევამდე ეს უნდა ვიაროთ. აბა. აუ, სამი ზოლია გაკეთებული, ხო თქვია რა. ხასკი. ამ გზაზე მინიმუმ ვარ 100-ით წასული. ყველაზე ცოტა, პირველად მივდივარ 10-ით. ხოლო საქართველოში თუ ნახავს 2 ზოლიან გზაზე 3 ზოლს რეალობაში. მეორე სიჩქარის იქით არ გადამირთია. დამწვარი ცეპლენი ისუნია და ვისია ნეტა. იმედია მანქანის არის და ჩვენგან რომელიმესი არა. გააძრობენ ხოლმე მესამე ზოლსაც და მე იწყება ზუსტად საცობი რა. აი ეს არის ხა ჭკვიანი რა. განარჩენები არიან დებილები ამის ჭკვიშთ. როგორც იქნა გამოუცდით წყეულ საცობს. ვერ ვიტყვი რა ეხლა აქ მაინც და მაინც თავისუფლებაა, მაგრამ რა შედარებაა. წავედით. არ ვიცი რა ეშველება აქაურობას, მაგრამ აი ძალიან ვიწრო გზა რო არის და ძალიან ჩქარა რო დადიან, ისე ატრიალებენ მანქანას საპირისპირო მიმართულებით, რომ აი არავინ არ იყურება რა. სამაგიეროდ ფშავისკენ არის, აუ აი ესეთი რაღაცებიც არის თან. სამაგიეროდ ფშავისკენ კარგი გზა არის. თუ სველი არ იყო, ვაფშე კაი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს არ იქნება სველი. Pilot. გადმოუხვიეთ ფშავისკენ. ეხლა ლეკუძაღლა. ანუ დასრული ლეკვი იყო ჩვეულებრივად.
მოკლედ მეგობრებო, ძალიან კაი გზა არის წინ. ლამაზი, მაგრამ აი ესეთი ხრეშებით სავსე, ამიტომ რო წამოხვალთ ფშავში გაითვალისწინეთ, რომ გზაზე ხრეშები ყრია. აი თან ნახე, აი მოსახვევში არის რა და მაინც აქ ნუ დაიწყებთ ხოლმე მოსახვევების დამუღამებას. მოკლედ ამ გზას ნელა გავივლით მეტნაკლებად. იქიდან რო წამოვალთ, სავარაუდოდ უკვე ღამე იქნება, მე ჩემი აზრით. იქ სანამ ჩვენ ხინკალი გვინდა რაღაცა და ეს გზა ალბათ მარჯვნივ იცით, მეც ყოფილი ვარ ვლოგიც გადამიღია რამდენჯერმე. მიდის თიანეთისკენ გზა და ძალიან ლამაზი გზა არის სხვათა შორის, მაგრამ ზაფხულშიც კი ძალიან ცივა ხოლმე. აი შუა დღეზე უნდა დავთხიოთ აქ ასვლა ან ჩამოსვლა, თორე აი ზაფხულშიც კი მაგრად ცივა. ეს მონაკვეთი რამდენი ხანია გაფუჭებულია და აუ რა ლამაზია. ახლა კეთო მოსახვევებში იმედია ხვდება რომ ხრეში ყრია და ფრთხილად ივლის. ეს ტყე რა არის, გაფუჭებულია, ყველგან გამწვანებულია და ამას რა ჭირს. ამ ტყეს უმალავენ რომ გაზაფხული მოვიდა. ვაიმე, კეთო, მოსახვევია, მოსახვევი. აუ. როგორ ხარ? პატარაზეკ, წამოყენე მე ბაიქს მივხედო. აუ. ერთი ორი სამი. ავიდა. დგავართ. ბაიქს რა ჭირს, არაფერი ისეთი სლაიდერმა იმუშავა. კარგად ვართ. ამით. ნოშკა მოგწყდა? მოძრო. ყველაფერი იქნება, ავაწყობთ ახლა. არაფერი დაჟეჟილი აქვს რა. აი იქ მოსრიალდი, აი ნახე. იმაზე გასვია. აგერ აი. დედას ვიცავ რა ხა აქეთკე რო გადმოვხვიე, სულ იმას ვიძახდი, მეთქი თხილად ვიყოთ მეთქი, მაგრამ ეს ყურში მყავს და ქეთი არ მოიცა. გადაგვიღე რა. როგორ ვერთავით? წაიწოდე. მე ნახე კეთო. ტრაექტორია კაი ქონდა რა. ეს ტრაექტორია კაი ქონდა, მაგრამ აქეთკე რო დაინახე რომ მეც ვეღარ აწვენდი. ამაზე აი ტორმუზი. აი აქ დაარტყი უკვე ტორმუზი. აი აქედან დაიწყო დატორმუზა, დაარტყა წინას, ნახე? წინას ნასრიალები. ბიჭო, სამუხლებ რატო გასრიალდა, ხედა? გადაიწია. და მერე გადაიწია, ხო? და მე დავხსნი კიდე. ეს მომკეთებო უარესი დამემართე ხო? ხავი შემოლები. ეგ რა მაგარი, როცა სწორი ეკიპირება გაცვია რა. მერე და მერე რო ხვდები, უი, ნახე ჩაფუტვა როგორ მიშორება და შენ არაფერი არ გტკივა იმ ადგილებში და მერე ხვდები რომ როგორი საჭირო ყოფილა.
წავედით. დაჯე. გადასწრებას დააფიეთ მამისო. არ გადაასწრებ მაშინ მამანებს. მეც არ მინდა გასწრება. ქეთოვანი გადასწრებები მაგარი. გეკაიფებიან ქეთო. გადაგასწრო რა ქეთო კი არა ვარო. აი. ახლა შეგიძლია გემრიელად დატკბე ბუნებით. რა ხერა ლამაზი ტბა, ახლა რო ატარებდი ხო ვერ დააკვირდებოდი მაგას. შენ კიდე მოსახოვებს იძახი გოგო? რა კაი მოსახოვებია მინდაო. აუ რა კაია. ამბასობაში აქ ნაყერა ლამაზი ბუნება, კაი მოსახოვებიც, მაგრამ როგორ წეღან ვამბობდი სხვათა შორის. აი წეღან გულოს რო გადმოვასწარი. ქეთოს მეთქი დავეწევი თქო და რაღაცნაირად ვანიშნებ თქო რომ ხრეშებია და ეგრე ნუ თამამდება თქო რა და მაგიტო გადმოვასწარი გულოს. მაგრამ მაინც ვერ დამცალდა თქმა. აი ინტერკომი რა მაგარი რაღაცა არის რომ ერთ მე და გულა ხა ერთმანეთში ვსაუბროთ და დანარჩენები ვერა. მოკლედ ესე იგი მეგობრებო, ესეთი ამბავი მოგვივიდა. მაგრამ ჩვენ იცით როგორი ხალხი ვართ, აი ბოლოს მიზანს მაინც ვაღწევთ, ამიტომ ისევ ვაგრძელებთ გზას და ეხლა მივდივართ ხინკლის საჭმელად. მე რა რო ფეხი არა აქ ამას მოღალეტილი აქ. რომელი ფეხია? მარჯვენა თუ მარცხენა? სიტყვაზე მენდეთ თითქმის ღია ჭრილობა აქვს, მაგრამ რა პრობლემაა? ჩვენ ხინკალს მაინც შევჭამთ. განწყობას რა თქმა უნდა რა არ ვიფუჭებთ, აი როგორ გინდა განწყობა გაიფუჭო, აი ესეთ ბუნებაში რომ მიდიხარ. აგე ვიღიმებით და ხელს ვიქნევთ. აი ხა აქაც შეიძლება იყოს ხრეში. მიაყვარი რომ მოდის მოსახოვზე გადმოდის ხოლმე რა. ზუსტად ყველაზე ცუდ ადგილას დაგხვდებათ ხრეში მეგობრებო. აუ რა ლამაზია. ეხლა მე ჯერ კიდევ იმ ფიქრებში ვარ. ქეთო რა იქ რა შამარა. ამასობაში აქ რა ლამაზი ბუნება. Stars and the rocks. რესტორანი ფშაური, ხო, აი სახელი აღარ მახსოვდა და ბოლომდე ავიდეთ რა. გარეთ დავსხდეთ. აქ შეგვიძლია აქვე დავუვიდეთ. თან ასიცი ისეთი არ იქნება რა. თუ შეგინჩევი. თუ საერთოდ აღარ გამარჯობა. აი. მართლა? გზაში ვიძახდი ახლა რომ არ მუშაობდეს მეთქი და ყოველდღე მუშაობთ, მაგრამ ესეთ რაღაც გამო უნდა დაგვერეკა ჩვენი მროდი. უნდა დაგვერეკა, კაი იქნება. არა ვილეწებოდით მაინც. ნახეთ რა ლამაზ ადგილას ამოვედით. ჩემი დიდი რეკომენდაცია ამ სახინკლის, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ჩვენ ხინკალი აქვე შეჭამ. და დავრჩით 3 ბაიკი, KTM წაგვექცა.
და ეხლა ჩალიჩობთ იმას, რომ რაღაც წავიყვანოთ ფრატელოს მანქანით, წავიყვანთ. ნერვიულო, არაფერი გვაქვს, ცოტა ხანი დავისვენებთ. რაიდერი კარგად არის, ჩვენ კარგად ავართ. სადაც წაგვექცა ქეთო იმ ადგილას ყავს ახლა დატოვებული ბაიკინა. შავის გადასახლამდე როგორღაც მოვახერხებთ ავიყვანთ და შემდეგ უკვე წავიყვანთ პატარა მოტო ევაკუატორით. ამასობაში ცუგოები მოვიდეს, მოდი, ლაბაზ. მოდი. რა მაგარი კალიასკიანი ბაიკი გაიჩიტა ნახე. თან GS-ი არის. ფრანგი ტურისტი გავიცანით, რომელიც აქედან აპირებდა წასვლას და ჩეჩნეთში მიდიოდა და მოვაბრუნეთ უკან და გავუშვით სტეფანწმინდისკენ. წავედით ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ხინკალი ვერ ჭამეთ, მაინც საინტერესო ტრიფი გამოგვივიდა, მე მგონი. კომფორტულად ხარ? მეტნაკლებად ხო? აუ, ეს რა ლამაზია აქ. საღამოს უკვე აქ მაგრაციაა. რომელი საათია? 7 საათიც არა ჯერ. ხო და მოკლედ გეგმა გვაქვს ახლა ესეთი. შავის გადასახვევთან მივალთ, შემდეგ წამოვალთ მე და იკა. ჩემი ბაიკით დავჯდები ქეთოს KTM-ზე, რომელსაც სიჩქარეების გადამრთველი აქვს გაფუჭებული და ჩემ ბაიკზე დაჯდება იკა და დავაბრუნებთ შავის გადმოსახვევამდე ისევ მოტოს. იქ კიდე მოტო ევაკუატორით წავიყვანთ უკან რა. ესეთი ამბავი გვაქვს მოკლედ. ალბათ დაგვაღამდება და საინტერესო თუ გინდა რომ რაიდი გამოვიდეს, რაღაცეები ხდება ხოლმე, აბა ისე როგორ იქნება, ხან ისე ხდება, ხან ასე ხდება. ეხლა ისეთი ბაზარი მაგაშებული, პირველ მშვიდებენ დაზარალებულს, აბა ხან ისე იქნება ძმაო, ხან ასე იქნება. ესეთი დაზიანება მოტოციკლს არაფერი არა აქვს. პრინციპში არაფერი არა საგანგაშო. თავარი არის ყველანი კარგად ავართ. სულ თუ არაფერი არ მოხდა, მაშინ მოტოციკლი აღარც იქნება საინტერესო ტრანსპორტი. ასე რომ მეგობრებო, ბაიკერები ვიყავით ორ ნაწილად. ვინც წაიქცა, დაიმტრვა და ვინც დაიმტრება. ღმერთმა ყველანი კარგად გვაყოფოს, მაგრამ პატარა წაქცევები გარდაუვალია, როცა მოტოციკლს მართავ და იცოდე რომ ამისთვის მზად უნდა იყოს. თავარი არის რომ ისეთი სავალალო და საგანგაშო არაფერი მოხდეს. ლამაზია. კიდევ არ წამოსასვლელები აქვს. ხინკალი ვერ ჭამეთ. დღეიდან ამ მოსახვეს ეწოდება ქეთოს მოსახვევი. მიესალმე ქეთო. შენებურად. შენი ტრაილერებისგან გაფუჭებულია გზა. წავედით. ოპ.
რა ლამაზია. რა მაგარი. ესე გეგმარი ასეთი. ახლა წამოვიყვანთ Ketos Bikes. კაი, ახლა რა შევით? შენჯდებით ჩემ ბაიკზე? ხო. მე ტრიუმფი არ გაინტერესებს, მე ფიდბექს კითხავ. ხო და მოყვა ეხა შენ რასაც გიყურებ. მეორე როგორც მუზია იმენა. ჩემი აი ხა რომ მოვდი რო წამოვიდავით. მეორე უკვე ითხოვს რომ შეცვალე მესამე, ანუ და ეს მეორეთის სტრიტია რა. მესამეში ხონდა? არა შენ რა გონი დავშიფთავ ჩვეულებრივად. ვაფშე ისე გავალ. ასე. ასე და აი აქ ჩამოვდამ რა. ბაზარი არა იმ რკინაზე, ხო? ამაზე შეიძლება ხოლმე. აჰა. ოპა. ვაი. ესე იგი ახლა სფეხის დასადები არა გვაქვს. არც ის ხო? ვა, რა ლამაზია ჩემი ბაიკი. დავდო. მეორე ფეხს რამეს უზამ. KTM Sky ის აქ ახლა რომ მეორე ცოტა ის აქ თორქიანი ძლიერი და შეიძლება აქ მესამესაც გავუთა. ოპა. ამოხტირა მესამეში. აუ მესამე. ამოვედით მესამეში ვართ. კაროჩე მესამეთი იული მე მგონი რა. ეხლა ამ გზებზე. ცოტა ცეპლენი ეს დავახმარ და ეგა. ესე თქვენს წინაშეა მეგობრებო. გახრიალებული KTM Duke 690-ის განხილვა. მინდა გითხრათ რომ მოსახელებში ძალიან კარგია. ფეხს რო ვდევდე უფრო მაგარი იქნებოდა, მაგრამ ეხლა მეგონება მეფანტება ამ სილამაზეს რო უყურებ, ხო იცი? აუ, რა სილამაზეა მეგობრებო. აუ რა კაია აკრაპოვიჩის ხმები. აი ხა გადაშიფთვის საშუალება რომ მქონდეს ხო უფრო კად გიuliდი ამ გზაზე. აუ რა კარგად ვიuliდი. შენივრად მოძრაობ მესამე სიჩქარით. ეხა ეს სპორტ ბაიკი იყოს. ამის გადაშიფტვა დამკლიდა. ისა, აი ფეხს დავდებ გზავრის ადგილას და აი ამით მესამეში ჩავაგდე და ვიარეს მესამეთი. იმე დაჟე ბუგაროკებზე რო გადმოდიოდი არც უნდა ჩამოშიფტო. ვაფშე არაა გამძლეები რა. მაგასო. ეხა ჩათვალე დავისვენი. ამაზე არ იგრძნობა ვაფშე. ამაზე იმენა იგრძნობა. ეხა დაბლებში. რატო გადიხარ ხოლმე? ო, რა გენაღლება. აჩხაკუნე. იმედია ხინკალი მაინც არ გოდა. რა ხინკალი ბიჭო, ხინკალი სათქოდა. ხინკალი ტაჩკა აქ არის. ეხა დავტვირთავთ. ჩავსვავთ აგერ ჯიგარს. ესე დასრულდა დღევანდელი ჩვენი ტრიპი. ხინკალი ვერ ვჭამეთ. წავიქეცით, მაგრამ
საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ დღევანდელი დღის. საინტერესო იყო, იმედია ვლოგი მოგეწონათ, თუ ესია აუცილებლად გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. დროებით